ეს ჩვენი ჟურნალისტური ექსპერიმენტია. საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით და პირადი ნომრით ვცდილობთ სიმბოლური თანხა გადავურიცხოთ ბიძინა ივანიშვილის სასამართლო კლანის შეფებს, ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს. სისტემა აჩვენებს, რომ არც ერთს ანგარიში არ აქვს, არც საქართველოს ბანკში და არც TBC-ში. არადა ლევან მურუსიძის დეკლარაციით დგინდება, რომ ის TBC ბანკში ფლობდა ანგარიშს და ხელფასის სახელმწიფო ხაზინიდან იქ ერიცხებოდა. ბრიტანული სანქციების შემდეგ ორივე პირის ანგარიშები გაქრა. დიდი ბრიტანეთი აგრძელებს შესწავლას საქართველოში იმ ადამიანების საქმიანობის, რომლებიც ადამიანის უფლებების უხეშდარღვევაში არიან ჩართულნი, ეს პოლიტიკა გაგრძელდება, მანამ სანამ საქართველოში გაგრძელდება ანტიდემოკრატიული და რეპრესიული ქმედებები. ამ დროისთვის დაუდგენელია მურუსიძემ და ჩინჩალაძემ ბრიტანული სანქციების შემდეგ მოასწრეს თუ არა ბანკში შენახული ფულის გამოტანა. თუ ბანკებმა ანგარიშები ისე დაუხურეს, რომ მათი თანხაც გაიყინა. ლევან მურუსიძესთან და მიხეილ ჩინჩალაძესთან ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია ახლა სხვებისთვის საშიშია, რადგან სანქცირებულ პირთან ფინანსურ გარიგებაში შესვლა ან მისი დახმარება მესამე პირის დასანქცირებას იწვევს. ზოგმა ქვეყანამ აიღო მიდგომა, როდესაც ისინი ასანქცირებენ კონკრეტულ მოსამართლეებს, რომლებიც ჩართულები არიან კონკრეტულ საქმეებში. ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან ჩვენ ხედავთ გადაწყვეტილებას, რომ ისინი ხელმძღვანელობას და რეალურ ხელმძღვანელებს სასამართლო სისტემის ასანქცირებენ იმისთვის, რომ ისინი არიან ჩართულები კორუფციაში და ადამიანის უფლებების დარღვევაში. ბრიტანულმა სანქციებმა რამდენიმე საათში იმუშავა. ეს ისეთი მძლავრი მექანიზმია, რომ ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე სრულ იზოლაციაში არიან მოქცეულები. მურუსიძემ პირველებს დაუდასტურა, რომ მოგზაურობის მოყვარული მოსამართლე ქვეყნის დატოვებასაც ვეღარ შეძლებს. ბრიტანული სანქციების შემდეგ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს აქტივები გაეყინებოდათ ყველგან მთელ ცივილიზებულ სამყაროში. სერიოზულ ბიზნეს პროექტებში სანქცირებულ ადამიანებთან ერთად ყოფნა მინიმუმ რეპუტაციული დარტყმა იქნება ამ პარტნიორებისთვის და პოტენციურად შეიძლება იყოს პირდაპირ სანქციების საფუძველიც. კომერციულმა ბანკებმა მურუსიძის და ჩინჩალაძის ანგარიშები ისე დახურეს, რომ ეროვნულმა ბანკმა სასამართლო კლანის შეფების დახმარება ვერ შეძლო. არადა ფარცხალაძის სანქციების შემდეგ ნათია თურნავა ვა-ბანკზე წავიდა და წესების შეცვლაც კი სცადა. ორივე ქართული ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი და მცირე გადაცნობის შემთხვევაშიც კი მურუსიძე ჩინჩალაძის გადარჩენა ძვირი დაუჯდებოდათ. ვიზა, მასტერკარდი და ამექსით და სხვა საერთაშორისო ბანკებით ვერ ისარგებლებენ. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათ უწევთ ქეშით გადახდაც, ხელფასის ქეშით აღებას და საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან კი არა, ადგილობრივი გადახდებიდანაც კი ჩახსნილენ. დიდი ბრიტანეთის სამიზნეა ყველა ის მოსამართლე, ვინც კლანის დაკვეთას ასრულებს და ოცნების სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებებს. სანქცირების ეს პირველი ტალღა უნდა იყოს გაფრთხილება იმ რიგითი მოსამართლეებისთვისაც, ვინც ახლა სინდისის პატიმრებს სასამართლებს და ჩინჩალაძე მურუსიძის უკანონო დაკვეთებს ასრულებს. რაც არ უნდა თქვას, ეხლა მურუსიძემ და რითაც არ უნდა გაიმხნევოს საკუთარი თავი და ქართულმა ოცნებამ აქედან არ ამხნევოს, მან უნდა იცოდეს, რომ ის რაც ქვეყანაში ხდება დღეს არის სწორედ სასამართლო ხელისუფლების პრობლემა. უადო დანიშნებით მურუსიძე იღებდა სარგებელს, ის არ მოსწონდა თუ შობნე სისტემიდან, როდესაც სისტემურ კორუფციაზე საუბარი, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ კორუფცია არ არის მხოლოდ ფულის აღება. და ჯერ ერთი ესეც ძალიან კარგადაა ცნობილი, რომ ისინი დიდარი ადამიანები არიან და დუმს კობახიძე, დუმს პაპუაშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტრო. ბრიტანეთის მიერ რეჟიმის მსახური მოსამართლეების დასანქცირების შემდეგ მათი დაცვა რეჟიმის წარმომადგენლებს არც კი უცდიათ. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქციების დასაბუთების დოკუმენტში მურუსიძე ჩინჩალაძე სასამართლო კლანის ხელმძღვანელებად მოიხსენია, რომლებიც ოცნების დავალებებს ასრულებენ. ოფიციალურ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ სანქცირებულთა რიგებში კლანის ბოსები კორუფციის გამო მოხვდნენ. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში ქართული ოცნება მოხსენიებულია როგორც პარტია და არა ხელისუფალი. და შენი ქვეყნის, შენი სამშობლოს ორი მთავარი პარტნიორი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი. შენზე იძახის, რომ აი მთელ მსოფლიოში 30 კორუმპირებული კაცია, 30-დან 2 თქვენ ახართო. ხო, რა ვიცი, მე მგონი ამისი უნდა გეყოს, რომ საერთოდ წახვიდე ამ სისტემიდან, იმდენად სირცხვილი ხარ უკვე ქვეყნისთვის. ბრიტანული სანქციები ახლა ყველა მოსამართლისთვის სიგნალია, რომ მათი მიკერძოებული გადაწყვეტილებების და პოლიტიკური დაკვეთების აღსრულების გამო სიცოცხლის ბოლომდე იზოლაციაში იქნებიან მოქცეული. პრაქტიკა ასეთია, თუ ინდივიდუალური სანქციები ეფექტური არ არის, შემდეგ სანქციებს უწესებენ მათი ოჯახის წევრებსაც. მურუსიძე და ჩინჩალაძე ჯერ მხოლოდ ინდივიდუალური სანქციების ეტაპზე არიან. რაღაცა ეს ბრძანებლური ტონი და ეს არის უბრალოდ შანტაჟის
ერთ-ერთი ელემენტი კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირება. ამით სურვილი აქვთ, რომ როგორმე ქვეყანა ჩაიგდონ ხელში. ამ დროისთვის ივანიშვილის რეჟიმის 98 პირია დასანქცირებული ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის მიერ. ამის მიღმა დასანქცირებულია კიდევ 10 პირი, ვისი გვარიც ქვეყნებს არ გაუსაჯაროვებიათ. ჯამში ოცნების რეჟიმის დასანქცირებული პირების რაოდენობა 300-ს აღწევს. ცოტათი ირონიული, მაგრამ სრულიად სამართლიანია, რომ პოლიტპატიმრებს ციხეებში აქვთ საბანკო ბარათები, მაგრამ მურუსიძე და ჩინჩალაძეს ეგრეთ წოდებულ თავისუფლებაზე დაბლოკილი აქვთ ყველა შესაძლო საბანკო ბარათი, სახელფასო ბარათები და ასე შემდეგ. ეს არის მათი მონობის და მათი მონური მდგომარეობის ძალიან კარგი ილუსტრაცია. ჯერ გაიხსნა პროცესი მურუსიძე და ჩინჩალაძეთ, აუცილებლად გაგრძელდება სხვა მოსამართლეებით. იმ მოსამართლეებით, ვინც არიან ჩვენი პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების მოსამართლეები, იმ მოსამართლეებით, რომლებიც შეზღუდავენ მედიებს, იმ მოსამართლეებით, რომლებიც იმუშავებენ ბიძინა ივანიშვილის სისტემის კიდევ უფრო მეტად ავტოკრატიულად გახდომას. მურუსიძე და ჩინჩალაძე განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეებთან ერთად დაასანქცირეს. 13 პირის წინააღმდეგ გამოცემულ სასანქციო პაკეტში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კორუფციის ყველაზე მძიმე ფაქტებში მხილებული ჩინოვნიკები შეიყვანა.